ჯერჯერობით რა ვქენით? ჯერჯერობით ვისწავლეთ როგორ შევქმნათ მასივი და როგორ გქონდეს წვდომა მასივის კონკრეტულ ელემენტებზე. მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწილი მასივებში არის როგორ შეგვიძლია დინამიურად ვცვალოთ მასივები და ვაკონტროლოთ და ეხლა მოდი გავარჩიოთ ეგ. გიჩვენებთ რას გulis ხო? როგორც ხედავთ აქ გვაქვს მასივი x positions რომელიც ინახავს x კოორდინატებს, აი ამ ბუშტების x კოორდინატებს, რაც დახატულია, 2x კოორდინატი გვაქვს სულ 100 და 200. შემდეგ, ეს არის ჩვეულებრივი მასივი, ხო? შემდეგ გვაქვს for loop-ი, რომელიც გაივლის მთლიანად ამ მასივის ელემენტებს და ყოველი ელემენტისთვის დახატავს ძაფს ცენტრიდან ამ ხელებამდე ამ ციყვის თუ რაღაც არსების და დახატავს ბუშტს ამ x კოორდინატის მიხედვით ამ ელიფსს უბრალოდ ცენტრში, ხო? ეს არის და ეს. ესე იგი, გვაქვს მასივი, ორი ელემენტი აქვს და მაგ ელემენტების მიხედვით იხატება ჩვენი ბუშტები. ეხლა ვთქვათ, გვინდა რომ მესამე ბუშტი მივცეთ. მაშინ ჩავწეროთ შიგნით ახალი ელემენტი, ვთქვათ 300 და როგორც ხედავთ, ეგრევე მესამე ბუშტიც დაიხატა, ხო? იმიტომ რომ for loop-მა გაითვალისწინა ესეც, ანუ for ციკლმა გაიარა მთელი ყველა ციკლი, უბრალოდ ყველა ელემენტი გაიარა თავის ციკლებში და დახატა მესამე ბუშტი. მაგრამ ვთქვათ, მინდა რომ მივანიჭო უნარი მომხმარებელს საშუალება მივანიჭო რომ უბრალოდ მაუსის დაკლიკებით შეძლოს ბუშტის დამატება. ანუ კოდი კი არ ჩაწეროს სადმე ან რიცხვები კი არ ჩაამატოს სადმე. უბრალოდ დააჭიროს მაუსს თითი და დაემატოს ბუშტი. როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ეგ? მოდი ახლა ვნახოთ ეგ. ესე იგი, შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაც. შევქმნათ ჯერ პირველ რიგში ფუნქცია, draw ფუნქცია, იმიტომ რომ გვინდა რომ დინამიურად იცვლებოდეს ეს პროგრამა, ხო? ანუ დინამიურად ახლდებოდეს, როცა მასზე იუზერი, ანუ მომხმარებელი იმოქმედებს. ამიტომ draw ფუნქციაში ჩავაგდოთ ეს ყველაფერი. და გავაკეთოთ if statement-ი, რომელიც შემოწმებს დაჭერილია თუ არა mouse თითი. ანუ if mouse is pressed, ანუ თუ mouse თითი დაჭერილი აქვს, ანუ უბრალოდ mouse-ზე თუ თითი დაჭერილი აქვს მომხმარებელს, მაშინ მოხდეს ეს, რაღაც კოდი გავუშვათ. და კოდი იქნება შემდეგი რაღაცა. და მოვაკლოთ ის ზედმეტი ელემენტი. ვთქვათ მესამე ბუშტი გვინდა დავახატვინოთ მომხმარებელს, ხო? კოდი იყოს ასეთი რამ. ჩვენი x positions-ის, ანუ ჩვენი მასივის მეორე სინამდვილეში მესამე ელემენტი, მაგრამ ინდექსი 2 იქნება, ხო, მესამე ელემენტის. იყოს mouse x-ი. ანუ მე რომ mouse სადმე დავაჭერე და როგორც ხედავთ რო ვაჭერ, მართლაც ჩნდება. ჩემი mouse-ის დაკლიკების x კოორდინატი იყოს ახალი ელემენტი ჩემი მასივისთვის. ოღონდ ცხადია 2-ს ვწერ, იმიტომ რომ ინდექსი 2 შეესაბამება მესამე ელემენტს. ეს იმედი გახსოვთ. 0-დან ვიწყებთ და ამიტომ 2 შეესაბამება მესამეს. და ახლა როგორც ხედავთ, მშვენივრად მუშაობს ეს, ხო? სადაც დავაწვევი, mouse-ს ზუსტად იქ გაჩნდება ახალი ბუშტი. mouse x-ი გადაეცემა, ანუ ჩვენი მასივის, ჩვენს მასივის გადაეცემა უბრალოდ ახალ ელემენტად. მაგრამ ახლა აქ რა ხდება? კარგად გავიაზროთ ცოტა. რატომ ახერხებს ეს ყველაფერი მუშაობას? იმიტომ რომ for ციკლი ითვალისწინებს იმას, რომ გაიზარდა ეს მასივი და ხელახლა კიდე ერთ ციკლს გაივლის, იმიტომ რომ expositions წერტილი length რო გვიწერია, ეგ უფრო მეტია, ხო, 3 გახდა. ამიტომ არის რომ მესამე ბუშტი იმატება კიდე და იხატება ამ ახალი კოორდინატისთვის, რომელიც mouse-ის დაჭერით შეესაბამება მასივის ახალ ელემენტს. ეხლა ეს კარგია, რომ იხატება ახალი ბუშტი, მაგრამ თუ დააკვირდით, ყოველ ჯერზე იხატება მხოლოდ მესამე ბუშტი. ეგ იმის ბრალი არის, რომ ჩვენ მითითებული გვაქვს, რომ ყოველ ჯერზე მეორე, ანუ უბრალოდ მესამე ელემენტი ინდექსით 2 გახდეს mouse x-ი, ანუ წინა ელემენტს უცვლით ყოველ ახალ დაჭერისას. ყოველი ახალი დაჭერისას ახალი მნიშვნელობა ენიჭება მესამე ელემენტს ამ მასივის. ვთქვათ, მინდა რომ 3 კი არა, რამდენიც გაუხარდება იმდენი ბუშტი დახატოს. მაშინ როგორ მოვიქცეთ? მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. შეგვიძლია შევქმნათ ახალი ცვლადი, რომელიც მოთავსდება ამ x positions ორიანის ადგილას. თქვათ იყოს var new end, ანუ ახალი ინდექსი. და თავიდან იყოს 2. ხო? ეხლა აქ ჩავწეროთ new end და if statement-ში ბოლოს გაიზარდოს ხოლმე ეს new end ყოველ ჯერზე 1. ანუ მე თუ mouse-ს დავაჭირე, x positions new ends მიენიჭება mouse x-ი, მაგრამ მე new end 1-ით გაიზარდოს. ასე რომ ეხლა 3 გახდება new end. და ამიტომ კიდევ თუ დავაჭირე, უკვე მესამე, უბრალოდ ინდექსით 3, ანუ მე-4 ელემენტს მიენიჭება ეს mouse-ის კოორდინატი. და შესაბამისად, როგორც ხედავთ, მართლაც მშვენივრად ივსება ბუშტებით ახლა კანვასი, ანუ სახატავით ილო. ეხლა ეს კოდი მუშაობს და ძალიანაც კარგად მუშაობს, მაგრამ როცა ესეთი რაღაც გვინდა გავაკეთოთ, მოდი წავშლი ამას. როცა ესეთი რაღაც გვინდა გავაკეთოთ, ანუ ჩავამატოთ ელემენტები მასივში, უფრო მარტივი კოდი არსებობს ამისთვის. ეს არის x positions, შემდეგ წერტილი push
და მე ფრჩხილებში ვწერთ იმას, რაც გვინდა ჩავამატოთ. ამ შემთხვევაში mouse X. და როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად იმუშავებს ესეც, push არის ის მეთოდი, რომელიც მასივში ამატებს პირდაპირ ელემენტს. მიხვდებოდეთ თავად, რომ ეს იმიტომ შეიქმნა ეს მეთოდი, რომ ძალიან ხშირი გამოყენებისაა, ძალიან ხშირად გჭირდება, რომ მასივში ჩაამატო რაღაც ელემენტები, ხო? ამიტომ საკმარისი არის ეს გააკეთო, exposition-push და mouse X იყოს ახალი ელემენტი, ყოველ ჯერზე mouse როცა დავაკლიკებ, X კოორდინატი ემატებოდეს ამ მასივს, რომ ისევ ჩვეულებრივად იმუშავებს ეს კოდი და როგორც ხედავთ, მართლაც სადაც არ უნდა დავაწვე ღილაკს, ემატება ბუშტი, იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩვეულებრივად ემატება მასივში ახალი ელემენტი, მასივის სიგრძე იზრდება, ამიტომ მე for ციკლში ეს exposition-length უფრო მეტი არის და შესაბამისად მეტი ციკლი უწევს და თითოეული ციკლის შემთხვევაში ნახულობს ახალ ელემენტს ამ მასივის და მაგ ელემენტის მიხედვით ქმნის ახალ ბუშტს. ეს არის პრაქტიკულად 90% უკვე მასივების გამოყენების. თუმცა კიდევ რაღაც საინტერესო გამოყენებები აქვთ და მაგას მალე ვისწავლით.